საქართველოში სიტუაციის გაუარესების შესახებ დღეს სტრასბურგშიც იმსჯელებენ. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები თბილისის დროით 10 საათზე იწყება. ევროპარლამენტარები კრიზისიდან გამოსავლად სწორედ ახალი არჩევნების დანიშვნას ხედავენ. თათია წოწონავა მოგიყვება უფრო ცლად თუ რაზე იქნება მსჯელობა სტრასბურგში და როგორია მოლოდინი ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების წინ. ძალიან დიდი ინტერესი არსებობს დღევანდელი სხდომის და საქართველოს საკითხის მიმართ და ამას ცხადყოფს გამომსვლელთა სია, რომელიც გამოქვეყნებული არის უკვე ევროპარლამენტის ვებგვერდზე და დღეს ძირითადი ევროპარლამენტარები, ის ევროპარლამენტარები, ვინც კარგად იცნობენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, კიდევ ერთხელ ისაუბრებენ თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორც ცდილობს რეჟიმი ქვეყნის გარუსებას და რომ რეალურად სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად უფრო და უფრო ჩიხში შედის საქართველოში პოლიტიკური ვითარება და ამას ცხადყოფს ის სათაურიც, რომელიც აქვს დღევანდელ სხდომას საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ. დღეს დეტალურად მიმოიხილავენ ევროპარლამენტარები, როგორც გითხარით, ქვეყანაში არსებულ კრიზისს და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას, რომ იყოს მის გადაწყვეტილებებში აღმასრულებელი რგოლი უფრო ხისტი ქართული ოცნების წინააღმდეგ, ვინაიდან მაშინ, როდესაც ევროპული სტრუქტურები ჯერ კიდევ ფიქრობენ ამ დროს ივანიშვილი მოქმედებს, რეჟიმი მოქმედებს და აქტიურად ცდილობს ქვეყნის გარუსებას და კიდევ უფრო ძაბავს ქვეყანაში ვითარება, შესაბამისად სწრაფი რეაგირება არის საჭირო. ასევე ევროპარლამენტი უკვე ამ დებატების შემდეგ თებერვლის თვეში უკვე თებერვლის სესიაზე მიიღებს რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებითაც და საინტერესოა ის, რომ დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის ძირითადად არიან სწორედ დიდი პოლიტიკური ჯგუფის ევროპარლამენტარები, ის ადამიანები, ვინც შემდგომ უკვე ადგენენ ხოლმე რეზოლუციის პროექტს და საბოლოოდ სწორედ მათი მხარდაჭერით მიიღება ხოლმე ძალიან ხისტი რეზოლუციები და ასევე არსებობს მოლოდინი იმის შესახებ, რომ რეზოლუცია, რომელსაც მიიღებს ევროპარლამენტი თებერვლის თვეში იქნება ყველაზე მკაცრი რეზოლუცია, რაც კი აქამდე მიუღია ევროპარლამენტს, ვინაიდან ასეთი ვითარება საქართველოში, ასეთ ჩიხში პოლიტიკური ვითარება აქამდე ნამდვილად არასდროს ყოფილა. გაცრდება უფრო ევროპარლამენტის ტექსტი, იმიტომ რომ სიტუაცია უფრო უარესია და გართულებულია საქართველოში და რა თქმა უნდა იქნება ღია მოთხოვნა სანქციების ევროკავშირის სახელით ბიძინა ივანიშვილის, მისი წრის და ასევე მისი რეჟიმის თავად წარმომადგენლების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, სია იქნება უფრო, ასე ვთქვათ, თქვენი არ იყოს უფრო დეტალური იმ ადამიანების, ვის დასანქცირებასაც მოითხოვს ევროპარლამენტი და რა თქმა უნდა, ის მოწოდებები, რაც უკვე იყო ჩამოყალიბებული წინა რეზოლუციაში, ამ შემთხვევაშიც იქნება და უფრო მეტი ნაბიჯების გადაცემას მოსთხოვს, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი ევროკავშირს. ევროკავშირისთვის და მისი წევრი ქვეყნებისთვის სულ მყარ რეალობად არის ჩამოყალიბებული ის, რომ ივანიშვილის მიმართ მათ უნდა იმოქმედონ იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მათ გააჩნიათ, იმის გარდა, რაც არის საერთო ევროპული ინსტიტუტების ქმედება და ეს არის პირველ რიგში ეროვნულ დონეზე სანქციების შემოღება და იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არ მოითხოვს კონსენსუსს ევროკავშირის დონეზე, რომელიც შესაძლებელია იქნას მიღებული უნგრეთის და სლოვაკეთის გარეშე. თავის დროზე ორივე ქვეყანას მოუწევს გარკვეული საფასურის გადახდა სხვადასხვა ამისთვის. ევროპარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი სიტყვით გამომსვლელი იქნება რიჰარდ კოლსი, ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოში არსებულ ვითარებას. ის იმყოფებოდა ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ვრცელ ინტერვიუს აძლევს ამერიკის ხმას, საუბრობს არსებულ კრიზისზე და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ევროკავშირი იყოს ერთსულოვანი ამ არჩევნების არაღიარებაში. ეს არჩევნები, რომელიც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ 26 ოქტომბერს მისი შეფასებით არის ცალსახად გაყალბებული. ამას ცხადყოფს ევთოდირის დასკვნა, რომელიც ასეთი კრიტიკული არასდროს არ ყოფილა ნამდვილად არჩევნების შეფასებისას და ასევე რიჰარდ კოლსი არის ხელმომწერი საქართველოს მეგობართა წერილის, რომელიც დაეგზავნა როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებ მემღებ პირებს და საქართველოს მეგობრები ამ წერილში მოუწოდებენ ყველა შესაბამის ლიდერს, რომ არ აღიარონ ქართული ოცნება, არ ცნონ მათი ლეგიტიმურობა, მოითხოვონ ახალი არჩევნები და დაუწესონ სანქციები
ბიძინა ივანიშვილს, როგორც მთავარ პასუხისმგებელს მთელი ამ პროცესების შესაბამისად რიხარდ კოლსი არის ძალიან ხისტი მისი შეფასებებისას და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ახლა ახალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში და სანამ ახალი არჩევნები ჩატარდება, იყოს ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, რომ შესაბამისად მომზადდეს ეს ახალი არჩევნები და ისევ ქართული ოცნების ცესკომ და ქართულ ოცნებას დაქვემდებარებულმა ინსტიტუტებმა არ ჩაატარონ არჩევნები. ჩვენ არ შეგვიძლია და ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა ეს არჩევნები ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. შესაბამისად საქართველოს პარლამენტი, ახლანდელი მთავრობა და ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პრეზიდენტი ჩვენს თვალში არალეგიტიმურია. ჩვენ მოუწოდებთ მმართველ რეჟიმს, რომ დააწესოს გარდამავალი პერიოდი. მოუწოდებთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რომლის დროსაც ყველა ეს პრინციპი დაცული იქნება. ქართული კოშმარი საქართველოს რუსულ ორბიტასთან მის გავლენის სფეროსთან აახლოებს. ეს ჩვენ გვაწუხებს, რადგან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ასე ძალიან ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება სანქციებს, თუ ერთი წევრი სახელმწიფო შეიყვანს ამა თუ იმ პირს პერსონა ნონ გრატების სიაში, ეს ნიშნავს, რომ ვერც სხვა სახელმწიფოები გასცემენ მასზე შენგენის ვიზას. ასე რომ ესეც კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. არანაირი ჩართულობა ახლანდელ რეჟიმთან, არანაირი ფორმატით, არა ხელის ჩამორთმევა, არა საჯარო ღონისძიებებზე მოწვევა. ძალიან მადლიერი ვარ იმის, რომ პოლონეთმა, რომელმაც გადაიბარა ევროპის საბჭოს პრეზიდენტობა, საქართველოს დელეგაციებს გაუუქმა მიწვევა ევროპულ ღონისძიებებზე, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები იკრიბებოდნენ. ეს მკაფიო სიგნალია, ეს პრინციპული პოზიციაა, რომელიც უნდა შენარჩუნდეს მანამ, სანამ არ დავინახავთ ნათელმტკიცებულებებს, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება და იქნება გარდამავალი პერიოდი იმისთვის, რომ ეს მოხდეს. იცით კიდევ ვინ ამბობს იმას, რომ სანქციები მათთვის ჯილდოა. ყველა ოფიციალური პირი მოსკოვში ამას ამბობს ევროკავშირის შესახებ. ყველა, ვინც სანქცირებულია, ისინიც ამ ღირსების მედალს ატარებენ. ასე რომ თავად გამოიტანეთ დასკვნები იმის შესახებ, თუ ვინაა ახლა ქართული ოცნება, ვის ემსახურებიან სინამდვილეში. ბოლო რეზოლუცია, რომელიც ნოემბრის თვეში მიიღო ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ, მართლა ძალიან ხისტი იყო. იქ იყო საუბარი პირდაპირ გაყალბებულ არჩევნებზე, რომელიც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ. ახალი არჩევნების მოთხოვნაზე იყო ხაზი გასმული და ასევე სანქცირების ნაწილიც იყო საინტერესო. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ჩვენ სხვა რეზოლუციებშიც გვინახავს აქამდე, თუმცა კობახიძის, კალაძის, პაპუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებაზე პირველად იყო პერსონალურად ასეთი ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში და არსებობს მოლოდინი, რომ რეზოლუცია რომელსაც თებერვალში მიიღებს ევროპარლამენტი იქნება ყველაზე ხისტი, რაც კი აქამდე ევროპის საკანონმდებლო ორგანოს მიუღია.